ხაშურელების აღთენილი და აუხსნელი ოცნებები რა შეიცვალა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტში, ვინ არის კმაყოფილი და ვინ უკმაყოფილო. ახალი გამგებლის მუშაობით, რომელსაც რაიონის ხელმძღვანელის პოსტი უკვე 1 წელი, 1 თვე და 18 დღეა უკავია. გიორგი გურასპაშვილი ხალხმა ხმათა უმრავლესობით იმ დაპირებების შედეგად აირჩია, რომელსაც ის მოსახლეობას აძლევდა. წინასაარჩევნოდ გურასპაშვილი აქტიური იყო სოციალურ ქსელში და ხშირად ხაშურელებს მხარდაჭერას სწორედ Facebook-ის საშუალებით სთხოვდა. გიორგი გურასპაშვილის აქტივობა არჩევნებში გამარჯვების დღესვე შეწყდა. მის სოციალურ ქსელში მისი ბოლო ეგრეთ წოდებული პოსტი 15 ივნისით თარიღდება. ნახოთ ნიკა გაბლიშვილის და ზეინაბ გიორგაშვილის რეპორტაჟი. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა, უმუშევრობა, გაუარესებული ეკონომიური მდგომარეობა და გაუსაძლისი სოციალური პირობები. ეს ის საკითხებია, რაზეც ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები დიას კამერის წინ ღიად საუბრობენ. არ ვიცი, არც კმაყოფილი ვარ, არც მაგრამ მაინც არ აკეთდება ახალი მთავრობისთან, არ ვიცი, მაინც არაფერი კარგი სიკეთე არაფერი არ არის. ჩემთვის მაგალითად არც წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, იგივე მდგომარეობაში ვართ, არ გაუმჯობესებულა პირობები. ჩვენთვის არავინ არ არის შვილო. არც ის ხელისუფლება იყო და არც ეს ხელისუფლება იყო. რა შეიცვალა ხაშურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხალხს ჩვენ ეს კითხვას დაუსვით, მათი პასუხები არაერთგვაროვანია. შვილო, არც ადგილობრივით ვარ კმაყოფილი, არც ამ მთავრობის არავითარი მუშაობით არა ვარ კმაყოფილი. არც წინა ხელისუფლება მუშაობდა, არც დღევანდელი ხელისუფლება არ მუშაობს. ეხლა აღარაფერი არ გაკეთე. იძახიან რომ ამდენი წაწარმო გავხსენი, იმდენი გავხსენი, არაფერი პირიქით დაიკლო ყველაფერმა. ხალხი უმუშევარია. პურის ფული არ აქვს. წინა ხელისუფლება უკეთესი იყო ვიდრე ახლანდელი ხელისუფლება. წინა ხელისუფლების დროს უფრო იყო სამსახურები და დასაქმება და ხალხი მუშაობდა, ხალხს ფული ჰქონდა და ყველაფერი და დღეს არც ფული აქვს, არც არაფერი, რა ვიცი. ვისაც გაკითხოთ ეგრეა. რა ვიცი, შვილო, როგორც ცხოვრობდი და როგორც ვარ, ისე ვარ ეხლაც და რა ვიცი. უკეთეს ცხოვრება ჯობია ადგილობრივ საერთოდ ვამბობ, უკეთეს ცხოვრება ჯობია, მაგრამ ჩვენი ადგილობრივი ხაშურის იმაზე მეუბნებით? ახლა ყოველ შემთხვევაში ჩვენ მე სადაც ცხოვრობ, იქ წყალი გაკეთდა, ძალიან კარგად არის წყლის საქმე მოწესრიგდა და წლების განმავლობაში ჩვენ წყალი არ აქონდა ხოლმე და ძალიან კმაყოფილი ვარ. გზებს აკეთებენ, წყალი შეიყვანეს, გაზი შეიყვანეს, კანალიზაციები გააკეთეს, ჯებირები გააკეთეს. ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ, პირადად მეც და ჩემი გუნდით ძალიან ბევრს მუშაობთ იმისთვის, რომ ხაშურს სასიკეთო ცვლილებები დაეტყოს. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში სასიკეთო ცვლილებებისთვის ის და მისი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს. გურასპაშვილი ადგილობრივებს პირობას აძლევს, რომ იმ დარჩენილ ვადაში, რომელიც მას მანდატის ამოწურვამდე აქვს, ხაშურში განახლდება კულტურის სახლი, გაკეთდება სპორტ კომპლექსი და მოეწყობა სტადიონი. მისი თქმით, მსგავსი რამ ხაშურს უკვე 10 წლებია, რაც არ ღირსებია. გარდა ამისა, გამგებელი იმ ინვესტორების შესახებაც საუბრობს, რომლებიც ხაშურით დაინტერესდნენ. იმ დარჩენილ ვადაში ხაშურს უკვე კვლავ ექნება განახლებული კულტურის სახლი, სადაც ახალი ძალით ამოქმედება, ასე ვთქვათ, კულტურული ცხოვრება, აუცილებლად ვიზრუნოთ სპორტ კომპლექსის და სტადიონის გაკეთებაზე. ვფიქრობ, რომ ეს არც ცოტა იქნება მუნიციპალიტეტს, რადგან უკვე 10 წლებია ეს სიკეთე აღარ ღირსებია. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ინვესტორია უკვე ხაშურში დაინტერესებული. ირანული ინვესტიცია ჩაედება სოფელ გომის ტერიტორიაზე, აგრეთვე აზერბაიჯანული ინვესტიცია, პლუს ხაშურში ქალაქის ცენტრში იწყება ყოფილი კინოს შენობის დემონტაჟი და ახალი თანამედროვე კინოთეატრის და სავაჭრო ცენტრი აშენდება. გიორგი გურასპაშვილი ხაშურელებმა 2014 წლის 15 ივნისს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებზე 4 წლით აირჩიეს. იგი მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს პრობლემების მოგვარებას და უკეთეს მომავალს პირდებოდა. სოციალურ ქსელში ეს გურასპაშვილის Facebook გვერდია, სადაც ის წინასაარჩევნოდ აქტიურობით გამოირჩეოდა, თუმცა გამგებელმა აქტიურობა გამარჯვების დღესვე შეწყვიტა. მის Facebook გვერდზე ბოლო ეგრეთ წოდებული პოსტი 2014 წლის 15 ივნისით თარიღდება. გიორგი გურასპაშვილის ხაშურელების ოცნებების ასასრულებლად დარჩენილი კიდევ 3 წელი აქვს.